სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატურთვას, ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. ჩვენ გადავედით მე-40 ნაწილზე და პირველი კითხვა გვექნება დღეს, რომელიც ჩაწერილი იქნა 1990 წლის 13 მაისს. გასულ აპრილში იყო, წინა იყო მგონი თებერვალში პირველი, ეს უკვე მესამე არის ამ წელიწადში. ძალიან ნაყოფიერი წელიწადი არის. იცით, რაც სრულები ხდება ამერიკასა და რუსეთს შორის. და ჩემდა გასაოცრად მე ადრე პოსტიც გავაკეთე ამაზე, ამ ინფორმაციაზე, მაგრამ ეს დეტალურად მე არ მახსოვდა ეს ნაწილი და პატარა შესავალს აკეთებ ჯონ მაკარტური და გვატყობინებს იმას, თუ როგორი იყო მისი შეხვედრა რუსეთის დელეგაციასთან ამერიკაში. ჩამოვინე მე როგორც გითხარით არის ეს კავშირი, ბაპტისტების და მგონი ახლა ევანგელისტური კავშირიც ქვია, ბაპტისტ ევანგელისტური კავშირი. და მათი წევრები, მათი ხელმძღვანელობა ჩამოსული იყო და ჯონ მაკარტურთან შეხვდნენ, როცა წიგნს გაეცნენ ჯონ მაკარტურის და გაოცებულები არიან. აი ნახეთ, თუ თქვენ გინდათ რომ შეადაროთ რა ხდება საქართველოში, რა ხდება რუსეთში, აი გთხოვთ რომ მიაქციოთ ყურადღება ამ ნაყოფებს. თუ როგორ ითესებოდა იქ ღმერთის სიტყვა და როგორ ჰარმონიაში მოუვიდნენ იმასთან, რაც ადრე არ იცოდნენ. აი საერთოდ არ იცნობდნენ და არც წარმოგვედგინაო თუ იყვნენო ქრისტიანებიო, წარმოიდგინე ამ სიტყვებს პირდაპირ ციტირებას ვაკეთებ, თქვენ მოისმენთ ახლა ჯონ მაკარტურის საუბარს და როცა წაიკითხე ჯონ მაკარტურის წიგნი, გახარებულები იყვნენ და მასთან უნდათ შეხვედრა და მიიწვევენ. და მე სურათაც დავადებ 91 წელში, რო ჩასული არის ჯონ მაკარტური. და რამოდენიმე ჯერ იყო სხვათა შორის რომ ვიცოდეთ. რამოდენიმე ჯერ მეგონი ხა 90-ში წავა შემოდგომაზე და მე კიდევ ჩავა, კიდევ მიიწვევენ. ძალიან ნაყოფიერი იყო და ამაც ნაყოფის შედეგი იყო ალექსეი კალამიცევი სამარაში, უკრაინაში, ყაზახისტანშიც კი იყო წარმოგიდგენიათ. ხო და საქართველოში რო ჩამოვიდნენ ვიღაცა ევანგელისტები, კუდით ქვაასროლინეს, მამაჩემო მითხრა აინტერესებდა, ისეთ საინტერესოდ ლაპარაკობდნენ ბიბლიაზეო. და ნახეთ რა გაუკეთეს და დააბნელეს საქართველოს და რუსეთში შედარებით ხო წიგნების თარგმნაც არის ძალიან მაგარი წიგნების მაღაზიებია ევანგელისტური წიგნების და მაშინ წიგნი არ ქონდაო აი ხა მოისმენთ 90-ში წიგნი არ იყო წიგნი და ისე ჩაუვარდა და ძლივს თარგმნეს ოჯახთან დაკავშირებით და ძალიან საინტერესო იყო ნახეთ ეს და ჯონ მაკარტური ვერ მალავს თავის აღელვებას რომ როგორ ელის რუსეთში ჩასვლას და იცით მაშინ უკვე გათბა ურთიერთობები ხო ეს არის უკვე რეიგანმა დაიწყო ეს ურთიერთობის გათბა მე ჯორჯ ბუშმა გადაიბარა რეიგანი გარდაიცვლება და გაგრძელდება ეს დათბობის წლები გასოთ ელცინის პერიოდი ინგრევა საბჭოთა კავშირი 90-ის ესე იგი მაისში მე ვტოვებ დედაჩემის დაბადების დღეზე 27 მაისს 90-ში ვტოვებ მე საქართველოს ისეთი გაუტანელი იყო მან ცხოვრება და ამ დროს წარმოგიდგენიათ ამ წლის შემოდგომაზე მიდიან მე წარმოდგენაც არ მაქვს მაკარტური ვინ არის მაგ დროს თავში მაქვს თურქეთი და მანქანის ყიდვა მქონდა ესა და ნახეთ რითი არის დაკავებული რუსეთის ბაპტისტური ეკლესია რომ ხიდებს დებენ ამაზე ზუსტად გამახსენდა მაკაბელების არ ვიცი იცი თუ არ წაკითხული გაქვთ თუ რა მაკაბელების წიგნი ეს არის აპოკრიფული როდესაც დელეგაციას აგზავნიან რომში მაშინ რომი იკრებს ძალას მაკაბელების პერიოდი იცით როდის არის ჯერ რომი არ გაძლიერებულა და მათ უნდათ გარღვევა ამ რაღაცა გავლენის რაც გავლენა აქვს ამ ბერძნულ მართლობას რაც დარჩა ალექსანდრე მაკედონიდან გახსოვთ ხო ანტიოქე და ამას ებრძვიან და მაშინ ეს 4-ად გაიყო ხო ალექსანდრე მაკედონიისა და როდესაც მაკაბელები ეძებენ კავშირებს ალიანსებს და მიდიან რომში აგზავნიან წერილსაც და მათაც ახლა რომაელები მე პირიქით უკვე დაიპყრობენ და ჩაგრამენ ხო ხო და ჩვენც აი ნახეთ ეს რუსები როგორ იმაშრებოდნენ მაშინ გაიხსნა ეს საშუალება მიეცა და ნახეთ ეძებენ რომ სწორი სწავლება და მოკლედ მწყემსები ფიქრობდნენ თავიანთ მრევლზე რომ სწორი სწავლება ესწავლებდნენ და მართლა ძალიან ბევრი მე ვნახე პატიოსანი და ძალიან კარგი ადამიანი ალექსეი კალამიცევთანაც აი ძველი საბჭოთა მამამისიც ყავდა ასევე მენტორი ალექსანდრე კამელოძის არის ცოცხალია თუ არა კიდე სხვა შტატში ცხოვრობდა ამერიკაში და ის იყო მისი მენტორი რომელმაც გამოიარა ციხეები წარმოიდგინეთ რწმენის გულისთვის და ბიბლიის გულისთვის ასე რომ ეს ძალიან საინტერესო მე ცალკე გამოვყავი ეს არა კითხვა და არამედ წარდგენა ჯონ მაკარტურის შეხვედრა რუსეთის დელეგაციასთან ამერიკაში
და შემდეგ მოძდევს ამას კითხვა უკვე მე-40 განყოფილებაში. აი მოდით მოვუსვინოთ ამას. სალამი მოგესალმებით ყველა, სანამ კითხვა პასუხისათვის დრო გვექნება, მინდა მოკლედ მოგიყვეთ გასულ შაბათ-კვირას ჩვენთან მყოფ რუს სტუმრებთან შეხვედრის შესახებ. როგორც იცით, კვირა საღამოს ჩვენი სემინარის დამთავრების ცერემონიაზე ქონდა პატივი დუკან ჩენკოვისთან. ესეთი გვარია დუკან ჩენკოვი. საპატიო დოქტორის წოდება, რომ მიეღო მას შაბათს. და კოლეჯის დამთავრების ცერემონიაზე ჩვენ გავესაუბრეთ მათ და გავიცანით ისინი ახლოს. ორშაბათის ნაწილიც მათთან გავატარე და ეს იყო ძალიან საინტერესო შეხვედრა. და უბრალოდ მოკლედ მინდოდა რომ თქვენთვისაც მომეყოლა. მათთან გატარებული დროიდან ჩანს, რომ მათ არამხოლოდ ესმით ის თუ რას ნიშნავს უფლის იესო ქრისტეს შეცნობა, არამედ ესმით მათ თუ რა არის საღი მოძღვრება. დოქტრინალურად მე გაოცებული დავრჩი. საკმაოდ გაოცებული დავრჩი იმითი, რაც მათ მითხრეს. მათ ეკლესიას, მათ კონკრეტულ ეკლესიას, საბჭოთა კავშირის ბაპტისტურ კავშირს მთავრობა ავალდებულებდა, რომ ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს წევრობა მიეღო. ეკლესიათა მსოფლიო საბჭო, რა თქმა უნდა, ქრისტიანულისგან განსხვავებულია, იცით ხომ ეს? მაგრამ მიუხედავად ამისა, მათ მოეთხოვებოდათ ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს წევრობა. იცით, საქართველოს იყო მაგ იმაში და საქართველოს გამოვიდა არა იმ გაგებით, რასაც ესენი აკეთებენ, არამედ იმიტომ, რომ დამოუკიდებლად უნდა და ყოფილიყო და დამოუკიდებლად რუსებმა აიძულეს, რომ იცოდეთ, ილია მეორე რომ გამოსულიყო იქიდან. და არ ყოფილიყო ეკუმენიზმის იმაში. რაღაცა მონაწილეობა მიიღო, იმიტომ რომ რუსეთს უნდა და ემართა აქედან და არა მსოფლიოდან. იცოდნენ მერე აქედან გამოაგზავნდნენ მისიონარებს, ბევრ რაღაცებს, სხვადასხვა რელიგიებს და ეს არ აწყობდა რუსეთს საქართველოში რომ მოხდარიყო. შემოუშვეს იეღოველები უფრო, რომ ტვინიაერიათ ქართველებისთვის, მთელი ზვიადისტები სამეგრელოში რომ იეღოველები გამხდარიყვნენ. და ეს მოენათლათ როგორც პროტესტანტიზმი და ბიბლიაზე, რა ქვია, სწავლული ქრისტიანობა. აი მიაქცეთ ყურადღება, რა მავნებლობას ჰქონდა ადგილი, ხო? და აგრძელებს ჯონ მაგადური და როდესაც მათ თავიანთი კომენდანტი ხელისუფლებაში აირჩიეს, პირველი რაც მან გააკეთა, ეს პიროვნებაა კომენდანტი, რომელიც ბატონს ჯონს შეხვდა, ყველა დაუყოვნებლი გამოიყვანა ამ ეკლესიათა საბჭოდან. ესე იგი ეს რო იცოდეთ, ძალიან დიდი ეკლესიები, 1500 ეკლესია მარტო უკრაინაში ყოფილა. ლაპარაკია ბაპტისტურ ეკლესიებზე, ხო? და ყველანი გამოიყვანა იქიდან. რათა ლიბერალური ელემენტებისაგან გაენთავისუფლებინათ ეკლესია. მათ ეს გააკეთეს და გვითხრეს, რომ შეერთებულ შტატებში ვიზიტის წინა იმაში მათ ეგონათ, რომ ყველა ეკლესია ამერიკაშიც იყო ამ საბჭოების წევრები. ვისკანაც კი მათ უერთდება ექნებოდათ. და გაუოცდნენ, გაუკვირდათ, რომ ჩვენ არანაირად ამ საბჭოებს არ ვეკუთვნით, ხო და არიან ისეთი ბევრი ეკლესიები ამერიკაში, რომელიც საერთოდ არ იზიარებენ მსოფლიო ეკლესიის სავალდებულო რაღაცა სტანდარტებს და წესებს. და შესაბამისად მათ თქვეს, რომ არასოდეს შეხვედრიან ევანგელისტებს და არ იცნობდნენ თუ არსებობდნენ ესეთებიცო. ასე რომ ეს იყო მათი პირველი რეალური შეხვედრა ბიბლიის მორწმუნე ამერიკელ ევანგელისტებთან, ჩვენი სახით. და სინამდვილეში მათ ესეც თქვეს. ერთხელ ესეც ახსენეს. ჩვენ ფიქრობდით, რომ ამერიკაში ყველა, ვინც თავს ქრისტიანად აცხადებდა, ეს გიჟი იყო ცოტათიო. სანამ ქარიზმატულებზე თქვენს წინს არ გავეცანით და არ წავიკითხეთ. და ვთქვითო, ამ კაცის უკვე გვწამს. იმიტომ მას იგივე წამს ჯონ მაკარტურს, რისიც ჩვენ გვწამსო. ასე რომ მათთვის ეს აღმოჩენა იყო, რომ არსებობდნენ ქრისტიანები, რომლებსაც ისე სწამდათ, როგორცაც ამ რუს ბაპტისტებს სწამდათ. და მეორე, რაც მათ გააკეთეს, ეს იყო ძალიან საინტერესო რამ. დაახლოებით 44 წლის განმავლობაში მათ ეკლესიას უწევდა იმ ადამიანების შენარჩუნება ან ტოლერანტობა, რომლებიც სულიწმიდის შესახებ ერთგვარ ვიმეორებ 50-იანულ ქარიზმატულ შეხედულებას იზიარებდნენ. და ეხლა ხარ მათ ეს ადამიანები სთხოვეს და მოძრაობა დაატოვებინეს ეს ბაპტისტური ალიანსი. იმიტომ რომ მათ უთხრეს, თქვენ წადით და შექმნით ცალკე თქვენი კავშირი. და იმიტომ რომ ეს წმინდა წერილს არ
არ შეესაბამებაო თქვენ მიერ ეს პირადი გამოცდილებები, რაღაცა განკურნებები და ასე შემდეგ. ასე რომ მათაც ეს საოცარი რამ გააკეთეს. ამიტომ მათ სურთ, რომ ღვთის სიტყვის ერთგულები იყვნენ და უფრო მეტი გაიგონ მის შესახებ. ამიტომ იგრძნეს მათ, რომ საჭირო იყო ლიბერალური ელემენტების გვერდზე გადადება, პირადი გამოცდილების, ასევე განკურნებებზე, ენებზე საუბრის გვერდზე გაწევა და მხოლოდ იმ ადამიანების დატოვება, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ ღვთის სიტყვის ერთგულები იქნებოდნენ. და ამიტომ მათ ეს მტკიცე პოზიცია დაიკავეს. სანამდე ჩვენ გაგვიცნოდეთ, წარმოიდგინეთ. მე ვუთხარი მათ, რომ მე ძალიან მოხარული ვიქნები თქვენთან უფრო ღრმა ურთიერთობების და მათ მიმიწვიეს საბჭოთა კავშირში. ჯერ კიდე საბჭოთა კავშირი არ დანგრეულა. და მათაც დაგეგმეს 22 ოქტომბრიდან 3 ნოემბრის ჩათვლით. ამ წელს, 2 კვირის განმავლობაში, რომ მე ჩავიდოდი მოსკოვში, კიევში და შავი ზღვის სანაპიროზე ოდესაში. ეს იგივე უკრაინა, დღესაც ხომ იცით. და ამ შეხვედრების მიზანი იყო დროის გატარება პასტორებთან, მიაქცეთ ყურადღება. და დუკან ჩენკოვმა თქვა, რომ კიევში მარტო მათი შეფასებით 500-დან 700 პასტორამდე იქნება წარმოდგენილი. ეს საკმაოდ დიდი რიცხვია, რადგან უკრაინაში მხოლოდ 1500 ეკლესია და ეს საოცარია. წიგნები მათ ბევრი არ აქვთ, ასე რომ როდესაც ჩვენ დავწერეთ ეს წიგნი, რომელიც მათ წაიკითხეს, მათ თქვეს, რომ ჯონ, თქვენ განსაკუთრებული ადამიანი ხარ, რადგან მათ ბევრი წიგნი არ ქონდათ წაკითხული ასეთ თემებზე. და ჩვენი ნამდვილი მეგობრობა მართლაც ამ მასალის გამო დაიწყო, რაც მათ წაიკითხეს. ასე რომ მე ვუთხარი მათ, რომ აუცილებლად მოსკოვში ჩავიდოდით და შავ ზღვის სანაპიროზე ოდესაშიც აუცილებლად ვიქნებოდი. და მე ვუთხარი, რა გსურთ რომ ვასწავლო მე რო ჩამოვალ მეთქი? რაზე გსურთ რომ ვისაუბრო? რა გსურთ თქვენ რომ მე უთხრა თქვენ პასტორებსკო? და ცხადია, ჩემს გონებაში მე ვიცოდი, რომ მათ რაღაც არ სურდათ ახლა სემინარი ეკლესიების აშენება და რაღაცა დაუშვათ სხვა ორგანიზაციული საკითხები. მათ არ აქვთ პრობლემა მაგალითად ხალხის მოზიდვასთან დაკავშირებით. მათ აქვთ პრობლემა პატარა შენობების გამო, იმიტომ რომ შენობები ვერ იტევს, იმდენი ხალხი მოდის. და გითხრეს, რომ გარეთაც იმდენივე ადამიანი, რამდენიც შიგნით შემოდისო. მაგრამ მათ თქვეს, პირველი რაზეც გვინდა რომ თქვენ ისაუბროთ, არის თუ რა არის ჭეშმარიტი სახარება. და მე ვუთხარი, ეს საკმაოდ პირდაპირ ჩემს ღილაკებზე აჭერთ მეთქი ამას. ეს ჩემი ერია, ჩემი ქადაგებების და ჩემი მოღვაწეობის. ეს იმიტომ გვინდაო, მათ მითხრეს, რომ ახლა ჩვენთან ჩამოვიდა ამერიკელი ევანგელისტი, რომელმაც ძალიან დიდი დაბნეულობა გამოიწვიაო, როდესაც ლაპარაკია ქრისტიანობის აღიარებაზე. და რწმენის აღიარებაზე. მან თქვა ესეთი რამე, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ხელს აწევს და იტყვის, რომ ის ქრისტიანია, ის ქრისტიანიაო. და ჩვენ მსგავსი რამ არასოდეს არ გვსმენიაო. ქრისტიანი ყოველთვის ჩვენთვის ცნობილი იყო იმით, ხელს კი არ აწევს, ასწევს თუ არა ხელს, არამედ იმითი, თუ როგორ ცხოვრობსო. ამიტომ ხალხი ძალიან დააბნია ამ ამერიკელის ქადაგებებმა. და ამას ქვია, რომ იცოდეთ, ესე თქვათ, სწრაფი მადლით გადარჩენა. და ძალიან გაკრიტიკებული იქნა ეს, რომ ადამიანებს ესე რაღაც როგორც სწრაფი მოხმარების, სწრაფი კვების პროდუქტებს ისე აწვდიდნენ სახარებას, რათა რაოდენობა გაეზარდათ. და ეს ძალიან დამაბნეველი იყო ამერიკაშიც, რომ იცოდეთ. როცა ჯონ მაკარტური ყოველთვის აქცენტს აკეთებდა, რომ გახსოვთ მთელი მისი ყველა საუკეთესო წიგნი, რომ როდესაც ქრისტეს იღებ მხსნელად, არ კმარა მარტო მხსნელად აღიარება, ასევე უნდა იყოს შენზე უფალი, უფლობდეს. და ეს წიგნით ჩაუვარდათ ამ ხალხს ხელში, რომ წაიკითხეს მოეწონათ.
სახარება იესო ქრისტეს მიხედვით. რომ შენ უნდა იცხოვრო კიდევაც და გააგრძელო ამ სინათლეში ცხოვრება, რასაც ქრისტე გეუბნება, რომ ის არის უკვე შენი ბატონი. და ასევე ჯონ მაკარტურს თხოვეს, რომ როცა ჩამოვიდოდა ესწავლებინა მათთვის, თუ როგორ გაეგოთ, თუ ვინმე იტყოდა, რომ მე ვარ ხელახლა დაბადებული. ახალ დაბადებულის ქრისტიანად როგორ გავიგებდით მასო. ასევე ჩვენ გვჭირდებაო სწავლება სულიწმინდის შესახებ, რადგან ჩვენ ასევე შეხვდით ამერიკელ ევანგელისტებს, რომლებიც მოდიოდნენ ნიშნებით, სასწაულებით, განკურნებებით, რაღაცა ენებზე საუბარი, ზებუნებრივი ნიჭით და ამ ყველაფრით. არადა ჩვენ გვჭირდებაო ღვთის სიტყვის ჭეშმარიტი სწავლება სულიწმინდის ნათლობის, სულიწმინდით აღსების და სულიწმინდის ნიჭების შესახებო. აი ამაზე გვინდა ჯონ დაგველაპარაკო. და თქვენი წიგნის საკითხვის შემდეგო ჩვენ ვიცით, რომ თქვენ გჯერათ იმისი, რასაც ჩვენ გვწამდა ყოველთვის და რასაც ჩვენ ვიზიარებდით. და ჩვენ გვინდა ეს საღი მოძღვრება ვასწავლოთ სხვებსაცო. და მესამე, ჩვენ ასევე გვჭირდება დიდი დახმარება ოჯახის შესახებ ბიბლიურ სწავლებაში, თუ რა არის ღვთის მოთხოვნა ქრისტიანი ოჯახისათვის. იმიტომ რომ რუსეთში ყოფილა ესეთი ტრადიცია ეკლესიებში, ძალიან უცნაური სწავლება და ერთ-ერთი მათგანი არის ის, რომ შენ თუ არ აყავს შვილები, ეს ითვლება დანაშაულად, რომ შენ არ უნდა კონდეს ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალება, რომ ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალება ეს თურმე არ არის ბიბლიური. და სინამდვილეში რეალურად ყოფილა ესეთი წესი, თუ პასტორად ვინმე იყრიდა თავის კანდიდატურას კენჭს, მინიმუმ მას უნდა ყოლოდა 5 შვილი და თუ 5 შვილი არ ყავდა, საერთოდ არ განიხილებოდა შენი კანდიდატურა. ხედავთ, ისინი შედიან ამ რაღაცა მარყუში და გახსოვთ ბიბლიაში რომ არის კაპარჭი სავსე ისრებით, რომ ეს კაპარჭი სავსე უნდა კონდესო. და კაპარჭი არ იქნება სარგებლიანი, თუ მინიმუმ 5 შვილი არ აყავს იქ. და გარდა ამისა, მათ უნდათ სწავლება, თუ როგორ მართოთ ღვთისმოსაობით შენი ოჯახი. ამიტომ ისინი ძალიან შეშინებულები არიან, აღრთოვანებულები არიან და გველიან ჩვენ. ისინი განუწყვეტლი საუბრობდნენ ამ საკითხებზე, რომლებიც ძირითადად ბიბლიურია, ეგზეგეტიკური, თეოლოგიური, დოქტრინალური საკითხებია და მე უთხარი. მე აუცილებლად მოვალ და ამ სწორ დოქტრინალურ სწავლებას თქვენ აუცილებლად მოგაწვით მეთქი. და თქვენ რაც თქვენ ჩამომითვალეთ, ეს ყველაფერი ძალიან სწორია და სწორ გზაზე დგეხართ. და მე რა უნდა ვასწავლო მათ ქრისტიანულ ცხოვრებაზე, როცა მე დავინახე, რომ ეს ადამიანები უკვე ცხოვრობენ ამ ქრისტიანულ ცხოვრებით. მაგრამ მე დავეხმარები მათ იმაში, იმის დანახვაში, თუ რას გვასწავლის ბიბლია დოქტრინაზე. და ეს ნამდვილად საინტერესო და ამაღლებელი ჩემთვისაც. და მე უთხარი, რომ მე მქონდა წიგნი სულიწმინდის შესახებ. და მათ გითხრეს, რომ მათ უნდათ ეს წიგნი რუსულად თარგმნონ. მათ უკვე თარგმნეს წიგნი ოჯახზე, რომელიც ჩვენ დავწერეთ. და ახლა დაასრულეს წიგნი წყებსობის შესახებ, რომლებიც ეკლესიის ბიბლიური ნიმუშია. და მათ თქვეს, ჩვენ გვინდა რომ თქვენ მეტი წიგნი დაწეროთ, რათა ჩვენ მოძღვრებს მივაწოდოთ სახელმძღვანელო თქო. ასე რომ ეს მართლაც საოცარი თანამეგობრობა და თანაგაზიარება იყო. მე არ ვიცოდი, რომ ესეთი თბილი და ესეთი ნაყოფიერი იქნებოდა ჩვენი შეხვედრა. ხალხი, რომელიც ჩაკეტილიყო ამდენი წლების განმავლობაში და საოცარია სულიწმინდამ როგორ იმუშავა მათზეც, რომ გზიდან არ აცდნენ ისინი. ჩვენ შევთანხმდით და თითქოს ეს იყო რაღაცა ესთერის წიგნიდან იმ ადგილზე გამახსენდა
რომელიც გახსოვთ ხომ, ესთერში როგორ შეახვედრებს ადამიანებს ერთი საერთო საქმის გასაკეთებლად. ასე რომ ეს აბსოლუტურად გასაოცარი იყო და ძალიან ძვირფასი. და მათ სურთ, რომ ჩვენ ეს მათ პასტორებსაც მივაწოდოთ. ახლა გთხოვთ, რომ აუცილებლად ილოცოთ ამისათვის, რადგან ამისათვის ზადება უკვე დაიწყო. ივლისში ლენინგრადში რამდენიმე დღით მოკლე გაჩერებას გავაკეთებ, შემდეგ კი ოქტომბერსა და ნოემბერში ისევ დავბრუნდები იქ სწავლების ყველაზე საინტერესო შესაძლებლობისათვის. ისინი უკვე ცდილობენ დამარწმუნონ, რომ უფრო დიდხანს დავრჩე, ან უფრო ადრე ჩავიდე. და მე უთხარი მათ, კარგით, რამდენი საღამო გინდათ დავგეგმო მეთქი, რომ რამდენჯერ ვიქადაგო. მათ მითხრეს, ყოველ ღამე, მთელი დღე შეხვედრები გვექნება. ასე რომ რბილად რომ ვთქვათ, იქნება შეუჩერებელი ეს სათავგადასავლო რაღაცა მოგზაურობა. და მათ კითხეს, გსურთ ჯონ რომ თქვენ ურწმუნოებსაც უქადაგოთ, ათეისტებსაც? და მე უპასუხე, რა თქმა უნდა, დიახ. და მათ თქვეს, კარგით, მაშინ ჩვენ გავაკეთებთ ისე რომ ერთ ღამეს მხოლოდ ურწმუნოები გვეყოლება იმ ღამეს. რადგან მე ვიცით, რომ იმდენი ურწმუნო მოვა ამის მოსასმენად და მათ აინტერესებთ საბჭოთა კავშირის კოლაფსის შემდეგ, რომ ქრისტიანები იქ ჩვენი მრევლი ვეღარ დაეტევიან. და გამოვაცხადებთ გაზეთში, რომ მხოლოდ ურწმუნოების ღამე გვექნება. და ადგილს გადავკეტავთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ იქ ქრისტიანები არ მოვიდნენ. ჩვენ ვიცით, რომ ძალიან ძნელია ქრისტიანება რომ თავი შეიკავონ, მაგრამ ჩვენ ყველაფერს ვიზრუნებთო, რომ ურწმუნოებს ჰქონდეთ ეს საშუალება, რომ მხოლოდ ეგენი დაგესწრონო. წარმოგიდგენიათ ეს? წარმოგიდგენიათ გაზეთში განცხადების განთავსება წარწერით, ჩვენ მხოლოდ ურწმუნოებისთვის გვაქვს საღამო. ხელ წარმოდიეთ აქ რო გავუკეთებინა, ვინმე მოვიდოდა ამერიკაში? ასე რომ მე უთხარი, მე საოცარი ეს გამოცდილება იქნებოდა მთელი ეკლესია ურწმუნოებით სავსე და მათთვის სახარების ქადაგება მეთქი. და ეს არის ძალიან ამაღელვებელი. ასე რომ ილოცეთ ჩვენთვის, სანამ ამ თვეებში იქ ყოფნას გვეგმავთ და ვემზადებით. ასე, როდესაც მწყემსოლოგის წიგნის თარგმანი დასრულდება, დასაბეჭდად გამოიცემა ის და ეს მათ ხელშიც გადაეცემათ. და ეს იყო ძალიან აღმაფრთოვანებელი შეხვედრა. და გთხოვთ ამ ყველაფრისთვის ილოცოთ. ესე დასრულდა ეს მიმართვა ბატონი ჯონის რუსულ დელეგაციასთან დაკავშირებით.